მოგესალმებით, ეს არის გადაცემა გარემო და ჩვენ და ტრადიციულად კვირას საღამოს ხრის ნახევარზე გავდიოთ ეთერში. იგი მიყავს იქალო მიასირანაშვილს და ბატონ ლაშა ჩხარტიშვილს. ჩვენ დღევანდელი გადაცემა შეეხება სურსათის უვნებლობის საკითხს, შეიძლება ასე ითქვას, თუმცა სხვა გარემოსდაცვის საკითხებთან მომიჯნავე და გარემოსდაცვის საკითხებზე ვისაუბრებთ აუცილებლად, თუმცა სურსათი ის უპირველესი ასე ვთქვათ, ობიექტია, რომელიც სჭირდება ყველა ცოცხალ არსებას, მათ შორის ადამიანს და შესაბამისად მისი არა მხოლოდ რაოდენობა, არამედ უვნებლობაც ძალიან მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხია. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებით მიუღებელი იყო ის პრაქტიკა, რომელიც საქართველოში გვხვდებოდა გასული წლების განმავლობაში და რომლის ავტორიც გახდათ და იდეოლოგი შეიძლება ითქვას კახა ბენდოქვიძე, რომელიც საუბრობდა იმაზე, რომ სურსათის უვნებლობა არის ზედმეტი ტვირთი, ასე ვთქვათ, სახელმწიფოსთვის, ასეთი იყო მისი გამონათქვამების სულისკვეთება და შესაბამისად მისი და მიხეილ სააკაშვილის პოზიციებიდან გამომდინარე და სიტყვებიდან გამომდინარე სჭანდა რომ თითქოს და ადამიანი მომხმარებელი გახდათ ერთ-ერთი შემფასებელი ამ სფეროშიც ხარისხისა ამ სფეროშიც მას უნდა გადაეწყვიტა თუ რა სახის საკვები შეიძლება ყოფილიყო მისთვის მისაღები რაც რა თქმა უნდა არის ცინიკური იქიდან გამომდინარე რომ თუ არა კონკრეტული ლაბორატორიული კვლევა ვერც ერთი ადამიანი ვერ შეაფასებს ამა თუ იმ პროდუქტის უვნებლობის ძირითად კომპონენტებს. გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შეიძლება ვიზუალურად ეს იყოს თვალსაჩინო, რაც იშვიათად ხდება ხოლმე და წარმოადგენს პროდუქტის ასე ვთქვათ მავნებლობის მხოლოდ მცირედ ნაწილს. აქედან გამომდინარე შეიძლება თავამად ითქვას, რომ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე წინა ხელისუფლება აკეთებდა ძალიან დიდ ფულს. შეიძლება ასე პირდაპირ ვთქვათ, ვით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ სურსათის შემომტანნი გახდნენ ძირითადად ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები, ოლიგარქები, მათ შორის შეგვიძლია გავხსენოთ ჩვენ იგივე არჩილ გეგენავა, რომელიც გახდათ ყოველს და ყოველივეს მკვლევავი, შეიძლება ასე დავარქვათ, თუმცა რა თქმა უნდა არა უსასყიდლოდ და ასე ვთქვათ ქველმოქმედური მიზნებიდან გამომდინარე, არამედ ის იყო სახელმწიფო დაკვეთების დიდი ნაწილის მეპატრონე დაწყებული საბავშვო ბაღებიდან დასრულებული ციხეებით, საჯავახსრულების სისტემის დაწესებულებებით, თავდაცვის სამინისტროთი და შინაგან საქმეთა სამინისტროთი გაგრძელებული, შემდეგ კეზერაშვილის გვარი ასე ვთქვათ გამოჩნდა ამ სფეროში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი რამ არ გავაგრძელოთ, ფაქტი ერთია, რომ საქართველოში 80% სოფლის მეურნეობის პროდუქტებისა შემოდიოდა ქვეყნის გარედან და ეს თავისთავად წარმოადგენს ეკონომიკურ პრობლემასაც და ამას ემატებოდა სურსათის უვნებლობის სფეროში პრაქტიკულად სრული გაუქმება კონტროლის მექანიზმებისა, ხან შეჩერება დაერქვა ამას, ხან გაუქმება დაერქვა ამა თუ იმ საკანონმდებლო ნორმისა და საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, როდესაც არა თუ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისგან დაცვაზე ზრუნავდა სახელმწიფო, არამედ ელემენტარული, თუნდაც მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის დროინდელი ნორმებიც კი იყო უგულოყოფილი კანონმდებლობის თანახმად, რადგან აღარავინ არ აფასებდა ამა თუ იმ სახის პროდუქტის მავნეობას და მის გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო. სამწუხაროდ დღეს, როდესაც სოციალური ფონი არის უმძიმესი, შიმშილისგან ბავშვებიც კი იღუპებიან, უმრავლესობა კი ცდილობს, რომ ყოველდღიური გადარჩენისათვის იბრძვის. ამ ფონზე ადამიანები არც კი აქცევენ სურსათის უვნებლობის და ხარისხის ყურადღებას. ამ საინტერესო თემების სასაუბროდ ჩვენ მოვიწვიეთ საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბატონი გია ცაგარეიშვილი და გარემოსდაცვის საკითხების ექსპერტი ბატონი გიორგი მაღრაძე, არის სამთავრობო მწვანეთა ორგანიზაციის წარმომადგენელი. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება მაყურებელს მოკლედ აღუწერეთ თუ რა საფრთხეს შეიცავს გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მისგან წარმოქმნილი პროდუქტები. მივესალმები რადიო მსმენელებსა და ტელემაყურებლებს. როგორც ლაშამ კარგად აღნიშნა, გენმოდიფიცირებული ორგანიზმების პრობლემა არის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იმ დიდი პრობლემისა, რაც არის სურსათის უვნებლობა და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მნიშვნელობა აქვს სურსათის უვნებლობის თვალსაზრისით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გენმოდიფიცირებული ორგანიზმები და მათგან წარმოებული პროდუქტებიც. მოკლედ ახსნი რა არის ეს საერთოდ ძირითადად ჩვენმა მოსახლეობამ უკვე კარგად იცის, მე მგონი ეს საკითხი, მაგრამ მაინც განმარტოთ, ეს არის ხელოვნური манипуляციების შედეგად, გენური ინჟინერიის შედეგად რაღაც შეცვლილი ორგანიზმები. მაგალითად, კარტოფილში გადანერგილი არის ბაქტერიის გენი, ან პომიდორში თევზის გენი, იმისათვის რომ რაღაც სხვა თვისება, ახალი თვისება მიანიჭონ ამ ორგანიზმს. მაგალითად, პომიდორი გახადონ უფრო ყინვაგამძლე, ან კარტოფილი უფრო გამძლე სხვადასხვა შხამქიმიკატებისადმი და ასე შემდეგ. ეს
ახალი თვისება თითქოს კარგია, ანუ დაუშვათ გახდა პომიდორი უფრო ყინვაგამძლე და ცივ პირობებშიც შეიძლება მისი მოყვანა, ან კარტოფილი გახდა სხვადასხვა მწერებისადმი თუ ქიმიკატებისადმი მდგრადი და შეიძლება უკვე თითქოს უსაფრთხოდ მისი მოყვანა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ეს ახალი თვისება, რაც მას მიენიჭა ახალი გენის გადანერგვის გამო, უკვე სხვადასხვა რაღაც უარყოფით გამოვლინებებსაც პოულობს. კერძოდ ამ წლების განმავლობაში, რაც დაინერგა უკვე გენმოდიფიცირებული ორგანიზმები, ძალიან ბევრი ნეგატიური შემთხვევა ნეგატიური თვისებები გამოვლინდა, მაგალითად ალერგიები, კუჭნაწლავის ტრაქტის მოშლილობები, ღვიძლის ფუნქციის დარღვევა და უფრო მეტსაც გეტყვით, ბოლო წლებში იყო კვლევები, რომელიც ჩატარდა მდედრ ვირთაგვებზე, რომლებსაც კვებავდნენ გენმოდიფიცირებული სიმინდით და ამ მდედრი ვირთაგვების ნაშიერები იყვნენ დღენაკლულები და თუ აღწევდნენ დასრულას, აქ იყვნენ სტერილური, ანუ ფაქტიურად გენმოდიფიცირებულმა საკვებმა გამოიწვია ის, რომ უკვე შთამომავლობის მოცემაც კი აღარ შეეძლოთ ასეთ ნაშიერებს, ასეთ ვირთაგვებს. შესაბამისად, მსოფლიო საზოგადოებრიობა ძალიან შეშფოთდა. შეშფოთებული არის ამ პროცესების გამო, ამ რისკების გამო და ეს მე ვახსენე მხოლოდ აი ჯანმრთელობაზე გავლენა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების. გიორგი, სანამ ჯანმრთელობის საკითხი და სხვა მიმართულებით გადავინაცვლებდეთ, ერთი რამის დაზუსტება მინდა მაყურებლისათვის. პრობლემა ორია, ხომ ძირითადად. ერთი, როგორც თქვენ თქვით, არის დადასტურებული შემთხვევები, როდესაც ესე თუ ის კონკრეტული გენეტიკურად მოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმი და მისგან დამზადებული პროდუქტი ამა თუ იმ სახის პათოლოგიას და ავადებას იწვევს. თუმცა ამის გარდა არსებობს უამრავი შემთხვევა, უმრავლესობა შემთხვევებისა, როდესაც არ არის დადასტურებული არც უვნებლობა და არც მავნებლობა. შეიძლება ესე ითქვას და ძირითადი პრინციპი ამ პრობლემისა იმაში მდგომარეობს, რომ ნაადრევად კვლევების გარეშე უშვებენ ბაზარზე. ეს დაახლოებით იგივეა, რაც მაგალითად ბოდიში დავასრულებ ამას, მაგალითად, რომ ესეთთვის პრეპარატი სათანადო კვლევების გარეშე მედიკამენტი იქნეს გაშვებული ბაზარზე. აი, რამ გამოიწვია, ბატონ გიორგი, ეს მდგომარეობა რატომ მოხდა ისე, რომ თუნდაც მედიკამენტების რეგულირების სფეროში მეტნაკლებად უფრო დაცული აღმოჩნდა საქართველოს და საქართველოს გასწავლიაში ყოფილი ქვეყნებიც და აი ამ მიმართულებით კი პრაქტიკულად დაუსველი ვარ ჩვენ. აქ არის უკვე დგება დიდი ინტერესები მსოფლიო ტრანსნაციონალური კორპორაციების, ვინც არის მფლობელი ძირითადად ამ ტექნოლოგიების. თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ აი ფაქტიურად რეგულირების გარეშე ხდება ეს ორგანიზმები ჩვენს დახლზე თუ საერთოდ ჩვენს სუფრაზეც. რატომ? იმიტომ რომ სხვილი კორპორაციებმა, რომლებიც ფლობენ ამ ტექნოლოგიას, მიაღწიეს საკმაოდ დიდ შეღავათებს. იგივე შეერთებული შტატების მთავრობიდან, იგივე სხვადასხვა მსხვილი მთავრობებიდან, რომლებმაც უკვე ფაქტიურად გაუხსნეს მათ ხელფეხი, ან იქაც ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არანაირი კონტროლი არ წარმოებს ამ გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს. მარკირებაც არ არის სავალდებულო? არა, არც მარკირება არ არის, ანუ მათ აქვს აღიარებული არის ევროკავშირში არის მარკირება სავალდებულო. თან მივალთ ახლა და უფრო პროგრესულ საზოგადოებაში. ევროკავშირში სავალდებულო, ხო? კი, ანუ მათ აღიარეს პრინციპი, რომ გენმოდიფიცირებული ორგანიზმები არის ნატურალური ანალოგების თვისობრივად ექვივალენტური. ანუ გენმოდიფიცირებული პომიდორიც ისეთივე პომიდორია, როგორც არაგენმოდიფიცირებული. ეს აიღეს საფუძვლად და შესაბამისად ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტო, რომელიც არეგულირებს ამ საკითხს, უკვე არ ატარებს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს რაიმე განსაკუთრებული კონტროლის ქვეშ და განსაკუთრებულ ტესტირებას აღარ უწარმოებს. აღიარებულია, რომ პომიდორი უსაფრთხოა ადამიანის ორგანიზმისთვის, ანუ გენმოდიფიცირებული პომიდორიც უსაფრთხო იქნებაო. და ამ ლოგიკით მიდის ყველა ეს გენმოდიფიცირებული შეერთებულ შტატებში. თუმცა ევროპა, ევროკავშირი და ეს საზოგადოება უფრო სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს და უფრო მკაცრადაც არეგულირებს. ისინი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ იმ კვლევებს, რომლებიც ადასტურებენ სხვადასხვა რისკებს. მე აღვნიშნე, რომ ჯანმრთელობაზე გავლენა არის მხოლოდ ერთი მიმართულება რისკების. მეორე უფრო დიდი მიმართულება არის გარემოს დაცვით და ბიომრავალფეროვნებაზე ვისაუბრებთ აუცილებლად. სოციალური და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით. ეს სწორედ ეს რისკები არის მიზეზი იმისა, რომ ევროკავშირი და სხვა
მრავალი ქვეყანა, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ თავისი სოფლის მეურნეობა განავითაროს, სურს თავისი მოსახლეობა დაცული ყავდეს, თავისი ბიომრავალფეროვნება დაცული ჰქონდეს, ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, უფრო მეტი სიმკაცრით ეკიდებიან საკითხს. საქართველოს შემოტანილია თუ არა ამჟამად და რა რაოდენობის არის შემოტანილი გენმოდიფიცირებული პროდუქტი თუ ფლობთ ინფორმაციას? საქართველოში 96 წლიდან დაიწყო ეს პროცესები, როდესაც პირველად შემოიტანეს მონსანტოს გენმოდიფიცირებული კარტოფილი, მაშინ ძალიან აღუდგა ქართული საზოგადოება წინ ჩვენი მწვანეთა მოძრაობაც, სხვა ბევრი ორგანიზაცია და თვითონ პარლამენტიც მაშინ დაკომპლექტებული იყო მრავალი მწვანე დეპუტატით და შესაბამისად ადვილად მოხერხდა ის, რომ აიკრძალა მონსანტოს კარტოფილის შემდგომი შემოტანა და ეს ფაქტობრივად ზოგადადაც იქნა მიჩნეული ამოიგეს. ბატონო? რა მექანიზმით აიგზავნა? მაშინ აიგზალა დადგენილებით პარლამენტის კონკრეტულად მომსახურებას მე მახსოვს. დიახ. კარგი, სანამ ბატონ გიესთან შემდგომ ეს გავრცელდა ფაქტიურად ზოგადად გენმოდიფიცირებულ კულტურებზეც, მაგრამ ამის შემდეგ და იმის შემდეგ რაც დაინახა მსხვილმა კორპორაციებმა, რომ საქართველოს თურმე აზრზეა, თურმე იცის ამ რისკების შესახებ და ასე შემდეგ, უკვე დაიწყეს ფარული მეთოდებით მოქმედება, ანუ სხვადასხვა ისე აღარ ახმოვანებდნენ ეს მაშინ ძარზე იმით შემოიტანეს. არიქა ახალი რაღაც შემოგვაქვსო და პროგრესული და ასე შემდეგ ვარელოდნენ, რომ ჩვენთან იქნებოდა სათანადო ცოდნა და გამოცდილება ამასთან დაკავშირებით. და შემდეგ უკვე დაიწყო ისე, რომ ფაქტიურად აღარ ხმაურდებოდა ხოლმე სხვადასხვა დაუშვათ სათესლე მასალის შემოტანა და ის არავინ იცის იყო თუ არა გენმოდიფიცირებული და ასე შემდეგ. სწორედ ამიტომაც არის მნიშვნელოვანი კანონის მიღება, რომ ამ პროცესში ანუ ღრიე წყალში აღარ მოხდეს თევზის დაჭერა. ფაქტიურად უკონტროლო სივრცეში ძალიან ადვილია, რომ რაც გინდა ის შემოიტანო, რაც გინდა ის დათესო, მოიყვანო კულტურები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გიორგი, თქვენ დაგიბრუნდებით აუცილებლად, მათ შორის იმის თაობაზეც ალბათ კარგი იქნება მაყურებელს უთხრათ თუ რა მასშტაბის ბიზნესია საუბარი, ეს უკვე შემდეგ კითხვაში, იმიტომ რომ ბატონ გია დაგვეჭაგრა ამასობაში და წარმოდგენისათვის არა, საინტერესო დიალოგი მიმდინარეობდა. ძალიან კარგი ყურადღებით გისმენთ, კი, ნამდვილად. მეცნიერია გიორგი და ძალიან ვაფასებ მას როგორც კოლეგას და როგორც ადამიანს, მაგრამ გადაცემა მოითხოვს თავის ბალანსს და ამიტომ გია შენთან გადმოვალთ. ესე იგი, ქართული ოცნების გარემოდაცვის ასე ვთქვათ მიმართულების პროგრამის შინაარსს იცნობ თავისთავად, აქედან გამომდინარე, რა გეგმები აქვს დღეისათვის ქართულ ოცნებას პარლამენტში, თქვენ რას ასე ვთქვათ, გეგმავთ იმისათვის, რომ გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან თუ პროდუქტებისაგან დაცული იყოს საქართველოს მოსახლეობა, კონკრეტულია უახლოესი გეგმები როგორია? კი ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის. პირიქით მადლობა სწორად. პირველ რიგში შენ ხარ მათ შორის ერთ-ერთი თანაავტორი ამ ავტორი ვარ ამ პროგრამის და კონცეფციის თანაავტორი. ხო, ისე რომ შეიძლება ჩემზე უკეთესადაც იცოდე. თქვენ სიმედია რას გეგმავდით, მაგრამ ერთია ეხლა რას გეგმავდით ეს რა გადავიტანეთ ყველამ ერთად ფურცელზე, რა თქმა უნდა, შენთან ერთად. და შენი უშუალო ჭართულობით და მეორეა რას გავაკეთებთ ახლა ჩვენის ადამიანები რომლებსაც ანუ რჩებით თუ არა ერთგული პროგრამის ამ ნაწილში შეიძლება ასე იყოს ხელგვეწიფება ამ ყველაფრის განხორციელება მინდა გითხრათ რომ ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ბატონი გიორგიც მეტნაკლებად ჩახედულია ჩვენი მუშაობის წვრილმანებში ასე ვთქვათ რამდენჯერმე შევიკრიბეთ ჩვენ გარემოს დაცვით სამინისტროში მინისტრი ხელმძღვანელობს ამ კომისიას მე და ჩემი კოლეგა პარლამენტთან ბატონი ზურაბ ტყემალაძე რომელიც ერთ-ერთი უაქტიურესი მებრძოლი იყო გენმოდიფიცირებული და არის კიდევაც და იყო მე გავიხსენებ იმ დროს როცა თქვენ აღნიშნეთ ეს 90-იანი წლების დასასრული და 2000-იანების დასაწყისი ბატონი ზურაბი ხმალ ამოღებული იბრძოდა რომ გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმები არ შემოსულიყო აშკარად ან ფარულად საქართველოში და არ წაელეკა ყველაფერი და ეს მეტნაკლებად მან და მისმა თანამებრძოლეებმა შეძლეს. ოღონდ მეტნაკლებად, რა თქმა უნდა. პრობლემა დგას, პრობლემა ძალიან მწვავედ დგას, უფრო მეცაც გეტყვით. ამიტომ ამ პრობლემას უნდა სასწრაფო მოგვარება. მე ვფიქრობ, რომ სადღაც საგაზაფხულო სესიის დასასრულამდე, ანუ ივნისის ბოლომდე, ჩვენ შევძლებთ გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების შესახებ კანონმდებლობის შემუშავებას და მის ინიციირებას საქართველოს პარლამენტში. მუშაობს კომიტეტი ძალიან ინტენსიურად შესაბამის დარგობრივ სამინისტროსთან, სხვა სამთავრობო
უწყებებთან მე ვფიქრობ ამ თემას სჭირდება შესაბამისი პოპულარიზაცია მათ შორის მთავრობის წევრებს შორის, იმიტომ რომ თემა საკმაოდ მწვავეა, ძალიან ბევრი ადამიანი არა ჩვენ მთავრობაში, არამედ მთავრობის მიღმა მათ შორის ჭალებში, საექსპერტო წრეებში სპეკულირებს ამ თემით და ხას უსვავს იმას, რომ რასაც თქვენს ასევე ხაზი გაუსვათ, თქვენ რა თქმა უნდა კეთილშობილური განზრახვით და ამ ადამიანების ცოტა არ მესმის, უსვავენ იმას ხას, რომ საქართველოში ახლა საზოგადოებას ძალიან უჭირს ხალხს, სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს უამრავი ადამიანი, ამიტომ ამგვარი ორგანიზმებით გამოყვება ბევრად უფრო მარტივია და უფრო იაფი, ვიდრე თქვათ ესეთ ისე რომ ამ მიმართულებით ჩვენ რა თქმა უნდა მუშაობთ. მადლობთ. ზარია სტუდიაში და გისმენთ. გისმენთ. ალო? დიახ, ეთერში ხართ, გისმენთ. შეიძლება ვილაპარაკო? რა თქმა უნდა. მოგესალმებით. გამარჯობა. პატრიციანით და ესეთი კითხვა გვაქვს და იქნება დაგვეყვალიანოთ მოსახლეობა რა პროდუქცია ამჟამად შემოსული გენმოდიფიცირებული რა და რა სახის ბოსტნეულია თუ თქვა რა პროდუქცია და გარდა ამისა კიდევ მოგცეთ პრაქტიკული როგორ განვასხვაოთ გენმოდიფიცირებული პროდუქცია თქვა აი ჩვეულებრივი პროდუქტისაგან თქვა აი კარტოფილი იქნება პამიდორი თუ რაღაცა მნიშვნელოვანი თემა მოგეხსენებათ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე აისახება ეს ყველაფერი განსაკუთრებით მომავალ თაობაზე ბავშვებზე და ძალიან ნერვიულობთ და ძალიან გამიცდით. იქნებ დაგვეხმაროთ. დიდი მადლობა ქალბატონო, თუ შეიძლება ბატონო გიაუპასუხეთ. ბატონ გიორგის უფრო გავიოლდება მე მგონი ამ შემთხვევაში მაინც. თუმცა ზუსტი პასუხები სამწუხაროდ ამაზე არ არსებობს და სამწუხაროდ. კანონი ამიტომაც არის საჭირო და შეზღუდვები რომ ეს ყოველივე იყოს დარეგულირებული. დიახ, სამწუხაროდ აი ვიზუალურად საკმაოდ ფაქტურად შეუძლებელია განვასხვაოთ გენმოდიფიცირებული კარტოფილი ჩვეულებრივი კარტოფილისგან. სწორედ ამიტომ არის საჭირო კანონის არსებობა და სწორედ ამიტომ არის სათანადო ორგანოების არსებობა, რომელიც ლაბორატორიულად შეისწავლის ამ ყველაფერს და სათანადო ნიშანდება უნდა არსებობდეს პროდუქტებზე და მე რამდენადაც ვიცი პირველ რიგში სწორედ ეს დარეგულირდება, რომ მოსახლეობას ბრმად არ და ხო, ახლა დღესდღეობით რა ეტაპზე არის? მე ვიტყვი ზოგადად რა მდგომარეობაა ქვეყანაში და კანონ პროექტზე შემდეგ ბატონი გიაც ვიტყვის. ანუ ზოგადად, კი, რა თქმა უნდა, ზოგადად ვიტყვი უბრალოდ რომ საარისკო რა პროდუქტებიც არის, ეს არის სოიოს, სიმინდი, კარტოფილი, რომელიც მასიურად არის გენმოდიფიცირებული და არსებობს გენმოდიფიცირებული. საქართველოში რა მდგომარეობაა სამწუხაროდ არ ვიცით. თუ ეს პროდუქტი მაგალითად სოიოს შემცველი რაღაც კომპონენტების მქონე პროდუქტი არის შემოტანილი ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც სხვა ქვეყნებიდან, ეს ფაქტიურად შეიძლება ითქვას, რომ არის გენმოდიფიცირებული ინგრედიენტების შემცველი. სწორედ ამას უნდა მიექცეს ყურადღება, მაგრამ მოსახლის დონეზე, ჩვეულებრივი მყიდველის დონეზე ამას ვერავინ ვერ განასხვავებს და ამიტომ იყო მიუღებელი ჩვენთვისაც ის მიდგომა, რაც არსებობდა კარტოფილსაც ვერ განასხვავებს. აი მწვანე ფერის თურქული კარტოფილი. შეუძლებელია, ვერ განასხვავებს, ვიზუალურად ვერ განასხვავებს. სწორედ ამიტომ უნდა არსებობდეს რაიმე სახელმწიფო ორგანო და მიუღებელი იყო ის პრინციპი, თითქოს მოქალაქემ თვითონ უნდა იზრუნოს თავის უსაფრთხოებაზეო და თავის და თუ ავად გახდება ეჩილო და თუ გარდაიცვლება ოჯახის წევრობა ეჩილოსო პრაქტიკულად ამას ამბობდა კახაბენდოქიძე ჩვენ გახსოვს. ეს იყო მიუღებელი. რაც შეეხება კანონ პროექტს, მე რამდენადაც ვიცი, ეს პირველ რიგში სწორედ ნიშანდების საკითხები დარეგულირდება, რომ მოსახლეს ბრმად აღარ მოუწიოს ყიდვა. ჩვენ დღეს, როდესაც შევდივართ ბაზარი იქნება თუ მარკეტი თუ მაღაზია თუ სადაც ყიდულობთ, ფაქტურად ბრმად ყიდულობთ პროდუქტს, იმიტომ რომ არ ვიცით მისი რეალური შემადგენლობა და შემცველობა, არ ვიცით მისი წარმომავლობა. კი აწერია ის რაღაცები, მაგრამ ის გენმოდიფიცირებულია, არ არის გენმოდიფიცირებული, ეს უკვე სხვა საკითხია და სხვა ნიშანდება უნდა. თუ არა ამ გენმოდიფიცირებული პროდუქტების შემოტანას. არა, დღეს საქართველოში ეს არ კონტროლდება. დიდი მადლობა, ზარი არის სტუდიაში და გამოგცემთ გისმენთ. გამარჯობათ. გამარჯობათ. აღარ მახსოვს გონი 2000 წლის დასაწყისი იყო ევროპიდან პეპლები მონარქი გონი კალიფორნიაში ზამთრობდა და რო ჩავიდა 1.5 მილიონი გაწყდა. უკაცრავ გაიმეორეთ თუ შეიძლება თუნდაც ის ხანებში შევიდა და ექსიმინდი იყო გენმოფილიტივი ისა. დამოკიდებული ხო აი სწორედ მაგის ეშინოდა იოსებ სტალინს, იმიტომ გამოაცხადა გენეტიკა და კიბერნეტიკა ცრუ მეცნიერებად.
იცოდა რაც მოელოდა კაცობრიობას. მადლობა. დიდი მადლობა. იოსებ სტალინის დროს გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები არ არსებობდა, გენეტიკა არსებობდა, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე ალბათ რაღაც სხვა გულისხმობდა ჩვენი მაყურებელი. მოდით გიას უნდა რაღაცის დამატება და შეგეთ ხო დავასრულებ ამ კანონპროექტზე საუბარს. კანონპროექტის დღევანდელი სახე როგორია? ფაქტიურად კანონპროექტი მინდა გითხრათ, რომ დასრულებულ სახეს მიიღებს უახლოეს პერიოდში და შევეცდებით. ძალიან შევეცდებით, რომ საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, ანუ ივნისის შუა რიცხვებამდე კანონპროექტი უკვე დარეგისტრირდეს როგორც საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს მთავრობის პარლამენტში. კი, ჩართული არიან ის ადამიანები, ვისაც ხელმწიფებად რჩევების მოცემა ამ სფეროში, აი ბატონი გიორგისნაირი სპეციალისტები, უამრავი სხვა ადამიანი, ვინც მუშაობდა ამ მიმართულებით, ვისაც აქვს გამოცდილება. ეს ძალიან სპეციფიური საკითხია, მერწმუნად ეს არ არის საარჩევნო კოდექსი, რომელზედაც ყველა საუბრობს საქართველოში და ყველა შეუძლია რაღაც რჩევა მოგცეს. თუ არ ხარ ამ დარგის ამ სფეროს ამ მიმართულების სპეციალისტი, ძალიან გაგიჭირდება ამ პროცესში თანამონაწილეობა, მაგრამ პოპულარიზაციის თვალსაზრისით, შემდეგ ახსნის თვალსაზრისით მოსახლეობას გულისხმობს საზოგადოებას ჩვენსას და აი ჩვენს მიერ შემუშავებული პრინციპების საზოგადოებაში დამკვიდრების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ამ კანონპროექტს დაჭირდება პოპულარიზაცია, საკმაოდ დიდი. და მე ვფიქრობ, ეს არის საშუალო საქმე. და არა მარტო, როგორც ბატონმა გიორგი მაგნიშნა, ჯანმრთელობის შენარჩუნების, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის შენარჩუნების და დაცვის თვალსაზრისით, არამედ ჩვენი ბიომრავალფეროვნების დაცვის თვალსაზრისით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო სწორედ ამ კუთხით არის ჩართული ამ კანონპროექტის შემუშავებაში. რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტროსთან, სხვა უწყებებთან, ეკონომიკის სამინისტრო, ჩვენი საბაჟო სამსახური, სასაზღვრო უწყება, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახით, ანუ ძალიან ბევრი უწყება არის აქ ჩართული, იმიტომ რომ ეს არის კომპლექსური საკითხი. მე მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო ერთ ესეთ უკვე თვალშისაცემ მოვლენაზე. 1 ოქტომბრიდან ჩვენ საბაჟო სივრცეში დაფიქსირდა რამდენიმე უკვე ათეულობით შემთხვევა შეიძლება ასეთი იყოს, მაგალითად გაფუჭებული პროდუქტის დაკავების, უფრო კარტოფილის დაკავების შემთხვევები. მათი უმრავლესობა შემოდის თურქეთიდან. ეს მოხდა ვალეს საბაჟო გამშვეპუგზე, მოხდა ეს გენმოდიფიცირებული მე ვერ გეტყვი თქვენ ეს გენმოდიფიცირებული იყო თუ არ იყო, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, ამგვარი შემოწმების საშუალება ჯერ ჩვენ არ გაგვაჩნია და სახელმწიფო უნდა გაიღოს შესაბამისი ფინანსური საშუალებები, რომ ეს ყველაფერი შეიქმნას. ამიტომაც არის აუცილებელი ამ კანონის მიღება. ჩვენი ვადებიც გვაქვს დასადგენი, არ შეიძლება ეს კანონი გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდეს, იმიტომ რომ ეს გადაულახავ წინააღმდეგობებს შეხვდება. აკრძალავენ თუ არა შემოტანას და იცით რა არის, აი ჩვენ მუშაობთ ამ მიმართულებით, ნაწილობრივ აიგზალოს, ეს ნიშანდებული იყოს, სრულად აიგზალოს, საკმაოდ რთულია ახლა ამაზე საუბარი, მაგრამ მარკირებას დაქონდებარებული რომ უნდა იყოს და ნიშანდებული რომ უნდა იყოს, მე მგონი ყველა ამაზე ვთანხმდებით. სხვათა შორის გზარი არის სტუდიაში, ბოდიშილაშა, გისმენთ. გისმენთ. ალო, დიახ, გისმენთ. ეთერში ვარ? ეთერში ხართ? გამარჯობა, გენაცვალეთ. მოგესალმებით. თქვენ სტუმრებს და თქვენს. გამარჯობა. ასეთი შეკითხვა. შემოტანილი კარტოფილი კი არა, აქ რო გსწავლავენ ცხენისა და ბირის ხორცებს რო გვაჭმევენ. აქ ვინ ამოწმებს ამ სულსაც, კაცო, სასადილოებში ჩუმადში აქ, თუ ბაზრებში აქ და ხალხო რაზეში ვარ, აქაც დიდი მადლობა. ქალბატონო, აუცილებლად გიორგის თხოვთ პასუხის გაცემას თქვენ შეკითხვასთან დაკავშირებით, მაგრამ რომ ვცადოთ ამოვწუროთ გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტების თემა, მე მინდა პირველ რიგში ციტირება გავაკეთო საარჩევნო პროგრამიდან, რომლის ავტორი გახლავართ მე, ხოლო ეს პროგრამა ეფუძნება გარბიზის კონცეფციას, რომელიც არის იმ ჯგუფის ხელმძღვანელობით შექმნილი, რომელშიც 23 ადამიანი მუშაობდა ჩემი ხელმძღვანელობით და აქ კითხულობთ თეთრზე შავით შემდეგ სიტყვებს. საარჩევნო პროგრამა კი გულისხმობს დაპირებას, რომელსაც შესრულება უნდა. გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმების ჩხილებში თესლიულისა და სანერგე მასალის იმპორტისა და გამოყენების აგრძალვა. საქართველოს გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელებისაგან თავისუფალ ზონად გამოცხადება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირების სისტემის შემოღება. ანუ პროგრამის თანახმად ორივე მიმართულებით არის მკაცრი ასე თქვა შეზღუდვები, აგრძალვები შეიძლება პირდაპირ ითქვას. ერთი საკითხია მაყურებელო, რომ მინდა კიდევ ერთხელ დავაზუსტო, ეს არის გენეტიკურად მოდიფიცირებული პროდუქტები, რომლებიც მზადდება
იმ ორგანიზმებისაგან, რომლებმაც თავის დროზე გაიარეს მოდიფიკაცია, ხელოვნური ჩარევა, იქნება ეს სიმინდი, სოიო თუ სხვა, თუ პომიდორი და შესაბამისად მათი გამრავლების შედეგად მიღებული არის ან ცოცხალი სახით ასე რომ ვთქვათ, უხეშად რომ ვთქვათ, სასამოვნო პროდუქტი, ან მისგან წარმოებული კიდევ სუბპროდუქტია ამა თუ იმ ფორმით. მას სჭირდება მარკირება და მარკირებაზე გიამ თქვა, რომ მარკირება ნამდვილად დაიშვება და იქნება სავალდებულო საქართველოში და იმედია ეს წელს მართლაც მოხდება, თუმცა როგორც ჩანს, მაინც საკამათო რჩება ზოგისათვის შემოტანის აკრძალვა ცოცხალი ორგანიზმების შემთხვევაში. გია, რამ გამოიწვია ეს? იმიტომ რომ საარჩევნო პირობა დადებულია ქართულ ოცნებას. რაც შეეხება ბატონ ბიძინას გამოსვლას პარლამენტში, მან კიდევ ერთხელ საკუთარ პირველივე გამოსვლაში ამას ხაზი გაუსვა და მოდით მოусმინოთ და შემდეგ გავაგზავნოთ ამ თემაზე საუბარი. გთხოვთ ვიდეო ფირი გავუშვათ ეთერში და შემდეგ ამ თემაზე გიასთან გავაგზავნოთ საუბარი. გარემოს დაცვის სფერო იქნება ჩვენი მთავრობის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება. შემუშავდება გარემოს დაცვითი სტანდარტები და სამართლებრივი ნორმატიული ბაზა ევროკავშირის მოთხოვნების შესაბამისად. დაინერგება ტყით სარგებლობის თანამედროვე მეთოდები, აიგზავნება გენმოდიფიცირებული და თესლისა და საენერგო მასალების იმპორტი, შემოღებული იქნება გენმოდიფიცირებული მზა პროდუქტების სავალდებულო მარკირება. ხელი შეეწყობა ადგილობრივი კულტურული ჯიშების შენარჩუნებას და ბიომეურნეობების განვითარებას. გია, ჩვენ მოვისმინეთ, რომ საარჩევნო პროგრამაში ტექსტური სახით არის საუბარი იმაზე, რომ უნდა აიგზალოს ცოცხალი ორგანიზმები და გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების გამრავლება საქართველოში შემოტანა. ბატონ ბიძინამ პროგრამის ეს დებულება კიდევ ერთხელ გააჟღერა პარლამენტის ტრიბუნიდან პირველივე სხდომაზე. მაინც სადაოდ რჩება ეს საკითხი, რომელიმე მხარისათვის? ჩვენ მოდი ასე ვიტყვი, მივდივართ აქეთკენ. მაგრამ ამ გზაზე ანუ შესრულდება თუ არა ეს პირობა? მე ვფიქრობ, რომ ეს პირობა შესრულდება, უდაოდ შესრულდება. ოღონდ მე ვერ გეტყვით ეს ყველა პირობა, რომელიც გაცემული იყო ჩვენი საპროგრამო დებულებების ნაწილში და რასაც ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრმა შესრულდეს ამ წელიწადსვე, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ გზაზე წავალთ, ჩვენ მივიღებთ კანონს, ჩვენ უკვე შემოვიღებთ გარკვეულ აკრძალვებს, ჩავდებთ გარდამავალ დებულებებს, რა პერიოდშიც შეიძლება კიდევ ახალი აკრძალვები იყოს შემოღებული. ანუ მე ასე ვუყურებ ამ კანონპროექტის შემუშავებას, რომ სავარაუდოდ ამისთვის დაგჭირდება გარკვეული დრო. მე არ ვამბობ, რომ ეს ხანგრძლივი პერიოდი იქნება ნამდვილად, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მე ვფიქრობ, გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმებისგან საქართველო განთავისუფლდება და მართლაც თავისუფალ ზონად გამოცხადდება. და იმპორტ-ექსპორტზეც შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს რატომ არ შეიძლება ამის გაკეთება ეხლა? ვინ არის აღნიშნულის წინააღმდეგი და რა არგუმენტაცია გააჩნიათ მათ? იმიტომ რომ ზოგადად პოლიტიკურ პირობებს რომ შესრულება უნდა ეს ფაქტია, რაც შეეხება ვადებთან დაკავშირებულ საკითხს. ნუ საარჩევნო პროგრამა 4 წლიანია, შეიძლება ასე ვთქვათ. 4 წლით აერჩევა პარლამენტი, ნუ უკიდურეს შემთხვევაში 4 წლის განმავლობაში მაინც შესრულდეს ეს პირობა. ეს პოლიტიკური ნაწილს რაც შეეხება. რაც შეეხება არსებით ნაწილს, აი, რატომ არ შეიძლება თქვენი აზრით? ან არ შეიძლება თუ არა ეხლა ამ შეზღუდვის და ანგოლოს შემოღება. უმთავრესი არგუმენტი ხო, მე ვარ, რა თქმა უნდა, მომხრე იმ კატეგორიულობისა. 4 წელიწადში ვალდებულია 4 წელს აღასრულოს, მაგრამ რატო არა წელს? აი, მე სწორედ იმის მომხრე ვარ, რასაც ბატონი პრემიერ-მინისტრი ამბობდა, რომ მოხდეს და მოხერხდეს ამ ყველაფრის აღსრულება წელსვე, მაგრამ შეიძლება გარკვეული ობიექტური მიზეზები გაჩნდეს, მე რას გულისხმობ პირველ რიგში, რომელსაც კარგად ახსნა უნდა, მათ შორის ჩემთვისაც, მინისტრისას და დანარჩენი ადამიანებისთვის, ვინც მუშაობთ ამ ჯგუფში თუ კომისიაში, რომ მოსახლეობა არის მძიმე მდგომარეობაში, რომ აკრძალვა სრულად იგივე პომიდორის მიმართულებით, იგივე კიტრის, იგივე კარტოფილის, იგივე სხვა მიმართულებით, ხა ბოსტნეულზე ვსაუბრობ, ამა თუ იმ პროდუქტის გამოიწვევს ამ პროდუქტებზე ფასის დას და აი ეს აფერხებს გადაწყვეტილების მიღებას ჯერჯერობით ამ მიმართულებით. თუმცა მე არ ვამბობ, რომ ეს არის იმპერატიულად გავრცელებული აზრი ჩვენ შორის ამ ჯგუფის წევრებს შორის, რა თქმა უნდა, ამაზე დავა მიმდინარეობს, გაგრძელდება ამაზე დავა და რა თქმა უნდა, ამაში უნდა ჩაერთოს საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც კვალიფიციურია და ასევე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არის უშუალოდ შემდეგ მომხმარებელი ამ პროდუქტის. აი ეს უნდა შეფასდეს ლაშა, ამიტომ მე ვფიქრობ ერთი ხელის
დაკვირით შესაძლებელია საქმე გადაწყდეს, მაგრამ ჩვენ მათ შორის უნდა ვიფიქროთ შედეგებზე, აი ეს არის. შედეგებზე საერთოდ პროგრამას როცა წერენ ხოლმე, ფიქრობენ ხოლმე და თუ პროგრამა ასე ვთქვათ, მაშინ მას პოლიტიკურმა მას ხელმძღვანელობას ხელი არ უნდა მოაწეროს და არ უნდა გაიმეოროს პროგრამა. მნიშვნელოვანი დოკუმენტია. უბრალოდ ერთი საკითხი. ეთახმებიან, ფიქრობენ ოღონდ შემდეგ როცა ეს პროგრამა ტარდება, ხო, ცხოვრებაში. არ არის გამორიცხული წარმოიშვას გარკვეული სახის წინააღმდეგობები, რომელსაც გადალახვა უნდა ამ პროგრამის განხორციელების გზაზე. ეს შეიძლება ორ ვერსიაზე ვიფიქროთ, შესაძლებელია რომ იყოს კონკრეტული ინტერესები, ასე ვთქვათ, შეუმტანი იმპორტიორი კომპანიებისა და მათ ლობისტები შეიძლება აღმოაჩნდნენ მათ შორის ქართულ ოცნებაში, არც ამას გამოვიწყოთ, თეორიულად ყველაფერი ხდება ხოლმე და კარგ შემთხვევაში შესაძლებელია თქვენ რაც თქვით, რომ ამათ კონკრეტულ პროდუქტთან მიმართებაში გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება ვერ გავცელდეს ეს შეზღუდვა, ეს აკრძალვა, იმიტომ რომ ამ ფასის და შეიძლება გამოიწვიოს. მაგრამ ამ დაშვებას სჭირდება ჭირდება კონკრეტული კვლევა. ვინმე აწარმოებს ამ კვლევას, ანუ ვინმე ამ ეტაპზე რომელიმე კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ზის და აკეთებს თუ არა ბალანსს, ასე ვთქვათ, ბაზარზე პროდუქტების შეტანისა, ადგილობრივი ბაზრიდან ადგილობრივი წარმოების იქნება ეს თუ შემოტანილი, ასე ვთქვათ, სახეობები. მე ესე ვიტყოდი. ამას კვლევა ჭირდება, ეს პირად საუბარი ამაზე არ შეიძლება. რა თქმა უნდა, გეთანხმებით. ამიტომ გავაფართოვეთ ჩვენი პირთა წრე, რომელიც მუშაობს ჩვენთან ერთად, უამრავი ადამიანია მართლა ჩართული, ყველა უწყებიდან მარტო აქ გარემოს დაცვის სამინისტრო რა თქმა უნდა და მათ შორის ეს პროგრამა სოფლის მეურნეობის სფეროში ახლა დაწყებული ქართული ოცნების მიერ, რომელიც ასევე სხვა შორის იმავე პროგრამის ნაწილი იყო, სწორედ აი ამას შეუწყობს ხელს, რომ უფრო მეტი მოთხოვნილება იყოს საამბულო წარმოების პროდუქტებზე, რომ ჩვენ განთავისუფლდეთ იმ საჭიროებიდან, რომ შემოვიდეთ მასობრივად და შემდეგ იქამდე სანამდე ეს ბარიერები არ არსებობს, მასობრივად შემოგვეპაროს გენმოდიფიცირებული ცოცხალი ორგანიზმები, რაც მართლაც ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს ჩვენთვის. ამიტომ ეს არის კომპლექსური საკითხი. აი ესე უყურებთ ჩვენ ამას ყველაფერს. მე ვფიქრობ, ეს სასოფლო სამეურნეო სამუშაოები, რომელიც ახლა მასობრივად არის გაშლილი მთელ ფრონტზე საქართველოში და იხნება ყველა ის სავარგული, რომელიც არ დახნულა ფაქტურად უკანასკნელი 10-15 წლის მანძილზე, ძალიან მალე უკვე შემოდგომისთვის გამოიწვევს მე ვფიქრობ ძალიან დადებით და კარგ შედეგებს. სასოფლო სამეურნეო პროდუქციით მოსახლეობის მომარაგების თვალსაზრისით. კი, ზარი არის სტუდიაში უნდა შემოვიყვანოთ და შემდეგ ამ თემაზე სხვა შორის წინასწარ მომზადებული ქონდა კითხვა, ესე გამოვიდა რომ საუბარმა ლოგიკურად მოიტანა ეს შეკითხვა. თავისთავად პოზიტიურია ამ მიმართულებით სულა, რომ სოფლს ასე ვთქვათ მეტი ყურადღება მიექცა, მაგრამ კონკრეტულად რა ამდენად დახვეწილია ეს პროგრამა, ამაზეც კითხავ აუცილებლად. თუ შეიძლება მაყურებელი შემოვიყვანოთ ეთერში. გისმენთ? გაითიშა სამწუხაროდ თხოვთ ბოდიშს და თხოვთ გადმორეკოთ კიდევ ერთხელ. დიდხანს გავავდინეთ, მაგრამ აზრის დასრულება იყო საჭირო. ბატონო გიორგი, თუ შეიძლება მაყურებელს ამ მსმენელს მოუთხროთ იმის შესახებ, თუ რა სარგებლობას მოუტანს საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გავრცელების აკრძალვა? კი ბატონო, პირველ რიგში მინდა ასევე ჩვენი პოზიციაც და სიხარულიც დავაფიქსირო, რომ უკვე ძლივს გამოჩნდა ქვეყანაში პოლიტიკური ნება იმისა, რომ დარეგულირდეს ეს საკითხი. მართლაც 1-12 თუ 13 წელია მეტიც ვითხოვთ ამ საკითხის დარეგულირებას და დღესდღეობით ეს პოლიტიკური ნება ჩანს და დავინახეთ, რა თქმა უნდა, ჩვენც მივაქცევთ ყურადღებას და მივყვებით ბოლომდე, რომ ეს შესრულდეს ის დაპირებები და მხარში უდგავართ და ამოუდგებით კიდევაც ჩვენი ცოდნითა თუ გამოცდილებით თუ ზოგადად საზოგადოების მონაწილეობით და ჩართულობით. რაც შეეხება იმ დადებით მომენტებს და ძალიან მოსაწონი და სასიხარულო არის ეს კომპლექსური მიდგომა. მე ზუსტად ვაპირებდი ხაზგასმას იმაზე, რაც თქვენ აღნიშნეთ ბატონო გია, რომ ადგილობრივი პროდუქციის მიერ უნდა მოხდეს ჩანაცვლება და შევსება ამის. თუმცა რა თქმა უნდა არ უნდა მოხდეს მოდიფიცირებული ადგილობრივი სათესლე მეურნეობა. ანუ ჩვენ რაც ვნახეთ იმ პროგრამაში, სოფლის მეურნეობის პროგრამაში, რომ არა მხოლოდ იხსნება ეს კარგია რომ იხსნება და რაღაცა, მაგრამ
ეს არ არის მთავარი, ჩვენთვის მთავარია რომ იქ არის ასევე დაგეგმილი სასწრაფო მეურნეობების და სხვა ასეთი მეურნეობების განვითარება, რაც უკვე საფუძველი იქნება იმისა, რომ უკონტროლოდ სათესლე მასალა იქნება თუ სხვა რაიმე ვეგეტატიური ორგანიზმები არ მოხდება სოფლის მეურნეობის ნაკვეთებზე. ანუ დღეს მრავალი წლის ბოლო წლების განმავლობაში პრობლემა იყო ის, რომ ვისაც მოუნდებოდა ყველას რაღაც სათესლე მასალა შემოჰქონდა ყოველგვარი ტესტირების გარეშე, თუნდაც რომ გავიხსენოთ იგივე ის ჰიბრიდული სიმინდის მაგალითი ჩაფლავდა და ჩვენ კი გაგვეხარდა რომ ჩაფლავდა, მაგრამ ქვეყანა დაზარალდა და მოსახლეობა დაზარალდა ამით. ასე ერთი ტაშის დაკვირით და მუშტის გარკვით დიახ, პიონერის ფირმის წარმოების ჰიბრიდული სიმინდი, რომელიც არანაირად არ იყო მორგებული ჩვენს სიტუაციას, არ იყო შესწავლილი. იქნებ კი ბატონო, კარგიც ყოფილიყო, მაგრამ შეესწავლათ თავიდან პატარა მონაკვეთზე, ხო? ეს დაკრეს ხელი და მთელ ქვეყანაში გლეხებს ძალით აყიდინეს, დაათესინეს და ასე შემდეგ, ხო? და შემდეგ იზარალა მოსახლეობა მაქედან ძალიან მძიმე დღეში ჩავარდა და ასე შემდეგ. ერთეულებმა შეიძლება მიიღეს კარგი მოსავალი, მაგრამ ზოგადად სურათი იყო, რომ ის პროგრამა ჩავარდა. ასე, ამიტომ არ შეიძლება და სწორედ ეს მომენტები არის მისასალმებელი, რომ რაღაც გათვლა არსებობს და არის ცოტა ღრმა ანალიზი, იგრძნობა ღრმა ანალიზი იმაში, რომ არა უბრალოდ იხსნება მინდორი, არამედ რაღაც სათესლე სასწრაფო მეურნეობებიც არის გათვალისწინებული, სადაც მოხდება აპრობირება, ტესტირება და შემდეგ ის. რაც არის სტუდიაში გამოგაგზავნეთ აუცილებლად პრიორიტეტი ენიჭება მაინც მაყურებელს. გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. გამარჯობათ, მოგესალმებით. მე კითხვა მინდა ესეთი დავსვა თქვენ სტუმრებთან. ალბათ მოგეხსენებათ იცით გენმოდიფიცირებული პროდუქცია რისთვის შეიქმნა თავდაპირველად, ხო შეიქმნა მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის, ეგრეთ წოდებული მესამე მსოფლიოს ქვეყნებისთვის და თან ეს პროდუქცია წარმოება მისი ჭდება ძალიან იაფი. ნუ ხა ბევრი შეიძლება ითქვას ჭყალებში დადებითი თვისება აქვს და დადებითი მხარე აქვს ის, რომ უნდა შენახვის ვადები აქვს დიდი ხანს არ ფუჭდება და ასე შემდეგ. მაგრამ მე ვფიქრობ და ამას ბატონო პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია რომ იყოს სავალდებულო მარკირება, რომ მოსახლეობა მიცოდეს რას ჭამს. დღეს ახლა ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი არის გენმოდიფიცირებული პროდუქცია. თითქმის ორი ყველა ტიპის პროდუქტი, სოსისი, ზეხვეული, პელმენები, მარგარინები, სწრაფი მომზადების სუპები, კამფეტები, მაკდონალდსის მთლიანი მენიუ, თუნდაც ტკბილი გაზიანი სასმელები და 1000 პროდუქცია არის, რომელიც არის გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისაგან დამზადებული. მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია იყოს მარკირება სავალდებულო და მე იაფს და გენეტიკურად მოდიფიცირებულს ვიყიდი თუ ზვირს გადავიხდი და მეწვდინება, რომ ის არის ადგილობრივი გლეხის მოყვანილი სუფთა პროდუქტი, მე მგონი ამის არჩევანის უფლება უნდა კონდეს ნებისმიერ ადამიანს. დიდი მადლობა ქალბატონო. სწორედ ამაზეა საუბარი, რომ არჩევანის უფლება უნდა კონდეს ადამიანს და ის კანონი აძლევს ამ არჩევანის საშუალებას. ნიშანდება, რომ ექნება იქ მე უკვე ავირჩევ, მინდა ვიყიდი იმას. თუმცა ვერ დავეთანხმები მაყურებელს და მსმენელს იმაში, რომ გენმოდიფიცირებული კულტურების მოყვანა უფრო იაფი ჯდება და უფრო იაფი იქნება ეს პროდუქტი. ეს არის შეერთებულ შტატებში, სადაც მონოკულტურა არის 1000-ობით ჰექტარზე და საქართველოს პირობებში, სადაც ჩვენ მულტიკულტურები გვაგვაჩნია და ერთ პატარა აკრ ფართობზე სხვა რამოდენიმე კულტურა გვაქვს დათესილი, იქ არანაირად არ არის ის იაფი იმის მოყვანა. ესაჭიროება თუ არა საქართველოს ამ პროდუქტების შემოტანა და როგორ ესაჭიროება თუ არა საქართველოს ამ პროდუქტების შემოტანა და გლეხების თუ შეიძლება დააზიანოს გლეხის შრომა მისმა გავრცელებამ. საქართველოს არანაირად არ ესაჭიროება და ყოველთვის ჩვენ ვამბობდით, რომ აი უნდა გააკეთოს ბოლო-ბოლო ქვეყანამ არჩევანი და გადაწყვეტილება მიიღოს. რა უნდა მას? უნდა ევროპის ბაზარზე გასვლა თავისი პროდუქტით თუ საერთოდ თავისი პროდუქციის უგულებელყოფა, იმიტომ რომ ჩვენ რაც არ უნდა გენმოდიფიცირებული კულტურები დავნერგოთ, ამერიკაზე, კანადაზე, ბრაზილიაზე და არგენტინაზე უფრო დიდი რაოდენობით სიმინს და სოიოს ვერცერთ შემთხვევაში ვერ მოვიყვანთ. რაც არ უნდა გენმოდიფიცირებული კულტურები დავთესოთ და სასუქები ხათ და ასე შემდეგ. ამიტომ ჩვენ უნდა გავაკეთოთ არჩევანი სუფთა წარმოებისაკენ და ეკოლოგიურად სუფთა ბიოლოგიური კულტურების მოყვანისაკენ, რომ ჩვენი სიმინდი 1 კილო სიმინდი 10 ჯერ უფრო ძვირი ღირდეს იმის 1 კილოგრამ სიმინდზე. თორემ რეალურად გასაღების პრობლემა ისედაც დგას სიმინდი, რაც არ უნდა ბევრი მოიყვანო, შენ გენმოდიფიცირებული, მაინც პრობლემა გექნება გასაღების, იმიტომ რომ ჭარბწარმოება არის მსოფლიოში, ის რომ შიმშილია ზოგიერთ ქვეყანაში, ეს პოლიტიკური პროცესების ბრალია და არა იმის, რომ არ არის სათანადო რაოდენობით სიმინდი.
ეს პრობლემაც ძალით იქნა შემოგდებული. ჩვენ უნდა მოვიყვანოთ სუფთა პროდუქტი, რომელსაც ექნება ფასი და ღირებულება და რომელსაც იქნება მოთხოვნილება უპირველეს ყოვლისა ევროპის ქვეყნებში და ყველა პროგრესულ ქვეყანაში მას ყოველთვის ექნება მოთხოვნილება. ამიტომაც არის მისასალმებელი ის ამით ვიქნებით საინტერესო და ამით მივახცევთ ჩვენ რაღაცას, თორემ ის რომ დავთესოთ მაშინ ჩვენ ისეთივე ფაფაში აღმოვხსნებით, როგორც არის ეს სხვა დანარჩენი სიმინდი და სოია, რომელსაც ისედაც ვერ ასაღებენ და იმიტომაც იგონებენ ამ შიმშილებს და ათას რაღაცას და სასურსათო პროგრამებს, რომ შემდეგ ეს გაასაღონ ძალით სხვადასხვა მესამე მსოფლიოს ქვეყნებში. დიდი მადლობა ბატონო გიორგი, სარი არის ეს სტუდიაში გისმენთ. და მაყურებლებს ვთხოვ, პირველ რიგში მადლობას გადავუხდით ყველა მაყურებელს თქვენ ჩათვლით. სამწუხაროდ დრო გვეწურება, ამიტომ დღევანდელ ეთერში ბოლო ზარია, ბოლო 10-15 წუთს ჩვენ ვღუდავთ ხოლმე ზარებს, იმიტომ რომ აღარ არის ხოლმე ამდენი საშუალება და ფუფუნება დროის თვალსაზრისით. დიდი მადლობა ყველა აქტიურობისთვის, მათ შორის თქვენ გისმენთ. გისმენთ. მოგესალმებით დიდი სიყვარულით. ბატონო წამყვანო, მე თქვენი სახელი დამარწმუნდა ბოდიჯ გიხდი. ლაშა ჩხარდაშვილი. ლაშა მე მგონი, ხო? დიახ. და გამოტონი იას ირანაშვილი. თქვენ რო განგემართათ, საერთოდ გჭირდება ჩვენ გენმოდიფიცირებული ისა პროდუქტები? იმიტომ რომ ვისაუბრეთ, გამოტონი. თქვენ ეთქობა გვიან ჩაერთეთ. კარგით, დიდი მადლობა. სანამ მე გიას შეკითხვას დაუსვამდე, მანამდე მინდა Georgian Digest-ის რედაქციას მადლობა გადავუხადო ჩვენი ერთადერთი საქართველოში გარემოძახითი ტოქ-შოუს რეკლამირებისათვის. დიდი მადლობა და წარმატება უნდა უსურვო ამ გაზეთს, ორენოვანი ანალიტიკური გაზეთია, რომელიც ყოველთურად გამოდის. ურმესი მადლობა და წარმატებები და ამასთანავე გიას მინდა დაუბრუნდე იმდენი მაყურებელის ზარი იყო და კიდევ ერთხელ მათ მადლობა რომ დროითი ბალანსი ოდნავ დაირღვა, მაგრამ არა უშავს მაყურებელი და მსმენელი მთავარია. გია, სოფლის მეურნეობის პროგრამა ახსენე შენ და რა თქმა უნდა თავისთავად ამ პროგრამის როგორც ასეთი დაწყება მისასალმებელია. ეს ნიშნავს რომ განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან ახალმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა სოფლს მიაქციოს ყურადღება. ნუ კონკრეტული დეტალები თუ რამდენად სწორად არის გამართული საკრედიტო სისტემა და ასე შემდეგ ეს სხვა გადაცემის თემაა და არა ჩვენი გადაცემისა, მაგრამ მოდით ეკოლოგიური გარემოძახითი თვალსაზრისით შევხედოთ ამ პროგრამას. არის თუ არა მასში გათვალისწინებული რაიმე სახის დამცავი მექანიზმები გარემოძახითი ასპექტის გათვალისწინებას გულისხმობ ამ შემთხვევაში. ან თუნდაც გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენების აგრძალვა თუ არის ამ პროგრამაში. ან რაიმე წამახალისებელი მექანიზმები თუ დევს მასში იგივე ბიომეურნეობების ასე ვთქვათ ფუნქციონირების თვალსაზრისით, ან რაიმე სხვა. გენმოდიფიცირებული თესლი არ იქნება შემოტანილი საქართველოში და ამ პროგრამაში არ არის გათვალისწინებული ეს. ან ხო არის პირობა დაუშვათ რომ აკრძალული ან არ გაიცემა კრედიტი. ამას ჩვენ არც ერთ შემთხვევაში არ გავაკეთებთ. არ გავაკეთებთ იმიტომ რომ დღეს ქვეყნის მთავრობა სათავეში უდგას ადამიანი, რომელიც ებრძოდა მთელი თავის ცხოვრება, შეგნებული ცხოვრება, სწორედ ამ უკუღმართ საქმეს და ხოდაშორის ბასკოლა სათესლე მეურნეობა მეძახები ქონდა და ასე შემდეგ. შენ იცი რომ რამდენიმე სათესლე ამ მიმართულებით მართლაც ასე მთელი თავის ცხოვრების მანძილზე ებრძოდა იმისთვის რომ ჩვენი ბიომრავალფეროვნება შეგვენარჩუნებინა და ამას აკეთებდა არა მარტო საჩხერის რაიონში, არამედ ყველგან. განსაკუთრებით სელექციური საგურამოში, საგურამოში, სადაც უზარმაზარი სანერგე მეურნეობა აქვს ბატონ ბიზნეს, ნამყოფი ვარ ურეკში, სადაც ასევე უზარმაზარი სანერგე მეურნეობა აქვს მას და ჩვენ არ ვაპირებთ შემოვიტანოთ გენმოდიფიცირებული სათესლე მასალა. ან თუნდაც მესმის გავიგე. თუ არის პირობა ჩადებული, იმიტომ რომ ერთია ბატონ ბიზნეს პირადად რასრულებს პროგრამაში თუ ჩაიდოს. მე რატო გავუსვი პრემიერ-მინისტრის როლს ამ წამოწყებაში, იმიტომ რომ ეს სწორედ მისი ძალისხმევით დაიწყო ამ პროგრამის გახორციელება და პირადად მისი ჭალებში ფული უხეშავ თქვა $1 მილიარდ მეტი იდება ამ საქმეში. მე არ ამგონია ადამიანი რომელიც მთელი თავის შეგნებული ცხოვრება იბრძოდა ამის წინააღმდეგ, ახლა იყოს მოსურნე იმისა, რომ აქ შემოვიდეს ეს თესლები მოყვანილი. პროგრამის ავტორი ვინ არის გიას ხოთშორის? პროგრამის ავტორი არის სოფლის მეურნეობის სამინისტრო უშუალოდ და რა თქმა უნდა პრემიერი და მთავრობა ზოგადად. რადგან თანხმედრილია მათი შეხედულებები და ბატონ ივანიშვილის ამ შემთხვევაში შეხედულებები ამ შემთხვევაში არის თანხმედრილი აბსოლუტურად. მე კარგად ვიცნობ თვითონ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ვიცი მისი ხედვები მიმართულებით, ეს არის სოლიდ ხორცამდე ქართველი პატრიოტი ადამიანი და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სწორედ ჩვენი საჯიში მასალები, საჯიში თესლები იყოს შემოტანილი სოფლის მეურნეობაში. ჩვენ ამის ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.
პრობლემა სამწუხაროდ საცლე მეურნეობების სიმცირეც არის საქართველოში. კი, ესეც არის, რა თქმა უნდა. სათესლე მასალის სიმცირეა. კი, თუმცა მოიპოვება სათესლე მასალა. აი მე ძალიან კარგად შევისწავლე სხვათა შორის ეს თემა, როცა ჩვენ ვებრძოდით ყველა მოღებული აი ჰიბრიდულ პიონერის სიმიც თმაში თავისუფალი დემოკრატები. ტაროებით მივაჭერით პიონერის წარმომადგენლებს სხვათა შორის. დუელი პარლამენტში. სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს უამრავი ადამიანი გაყოქრდა სამწუხაროდ ამით. და ამ მიმართულებით როცა ჩვენ ეს შევისწავლეთ, აღმოჩნდა ძალიან დიდი პოტენციალი. სათესლე მასალის წარმოებისა საქართველოში და მე თვითონ ხა იმერეთში გაზრდილი ვარ, ვიცი ძალიან კარგად, რომ თუნდაც ბაღდათის რაიონში, სადაც ძალიან დიდი სავარგულებია, სასიმინდე სავარგულები, არ არსებობს ოჯახი, გლეხი, რომელსაც სათესლე მასალა არ ქონდა შენახული. ეს არის წარმოუდგენელი. თქვენ როგორ გონიათ? აქამდე როგორ ვიკვებებოდით ჩვენ? პიონერი კვებავდა მთელი ამ და ამავე პიონერის ჩარევის შედეგად ბევრი დაიღვა და ბევრია მოიშალა მართლებით. უამრავი სათესლე ჯიშები, ეგრეთ წოდებულის ენგურის, მე ამაში არა ვარ გენეტიკოსი, მაგრამ ძალიან ბევრი სათესლე მასალა არის. ჩვენ მიერ წარმოებული, რომელიც ჩვენ უნდა გავავრცელოთ აქ. ჩვენ ამის ბაზა უნდა ყოველთვის. გიორგის კითხოთ, მოდი. გიორგი, წლევანდელ წელს ქვეშ დადგა ეს ადგილობრივი ჯიშები. მრავალი ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული უთავბოლო პოლიტიკის შედეგად და იმ შემოტანილი სხვადასხვა სათესლე მასალების შემოტანა, სწორედ ჩვენ ბიომრავალ ფეროვნებას უთხოვს. და გადაგვარების აგრობიომრავალ ფეროვნება ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ არის და აი სწორედ ადგილობრივი ჯიშების და ადგილობრივი სათესლე მასალის აღორძინება და მათი გაუმჯობესება ეს ჩვენ ხშირად დავებიან ხოლმე რომ იძახით ეს ადგილობრივი ძველდება ჯიში და განახლება ჭირდებაო ჩვენ არ ვამბობთ რომ ის იმ სახით შევინარჩუნოთ რა სახითაც იყო 100 წლის წინ უბრალოდ უნდა მოხდეს მისი შენარჩუნება იმიტომ რომ ის არის შეგუებული ადგილობრივ პირობებს და შემდეგ მისი გაძლიერება სხვადასხვა საშუალებით სელექციური მეთოდებით და არა იმ რაღაც საეჭვო და სარისკო მეთოდებით რაც არის გენური ინჟინერია იმიტომ რომ ეს რაღაც ახალი თვისების შეტანა მასში უკვე სხვა ჩვენ ვთქვით რომ უარყოფით თვისებებს იწევს და სამწუხაროდ რო გვეწურება მართალია დღევანდელი გადაცემის თემა იყო სურსათის უნებლობა გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმები მათი შემოტანის აკრძალვა რაც იმედია მოხდება და იმედია ქართულ ოცნებას საარჩევნო პროგრამას შეასრულებს და ავალდებულებას შეასრულებს მაგრამ ისე რომ დავამთავროთ გადაცემა რომ საქართველოს პარლამენტის გარემოსდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს არ დაუსვათ კიდევ ერთ ძალიან მწვავე საკითხზე კითხვა არ გამოვა არანაირად მართალია ამიტომ გია ღვთისხეობა თერგი მცირე ხესების პრობლემა და ის მტაცებლური მიდგომა რომელიც იყო გამოყენებული საქართველოს დინარეების მიმართ მათ შორის საქართველოს ერთ-ერთი სიმბოლო ქცეული თერგთან მიმართებაში რა შეუძლია და რას აკეთებს და რას გეგმავს ქართულ ოცნებას საიმისოდ რომ მართალია ძველი ვალდებულებების პირობებში მაგრამ მაინც ჩვენ და ჩვენს მომავალთაობას შერჩეს თერგი იმასთან მიახლოებული მაინც როგორც იყო როცა იწერებოდა მგზავრის წერილები და როცა ორბელიანი და ჭავჭავაძე ქმნიდნენ საკუთარ შემოქმედებას რაიმე ასე ვთქვათ კონკრეტული ქმედითი ნაბიჯებით ხელისუფლებას ამ მიმართულებით. პირველად მე მგონი უკანასკნელი 10 წლის მანძილზე გარემოსდაცვის სამინისტრომ გასაუარყოფითი დასკვნა ღვთისხეობის მიმართულებით მშენებლობაზე და მე მინდა გითხრათ რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი მოვლენა იყო. მე ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ, ახლა არ საუბრობ, იმიტომ რომ იგივე ენერგეტიკის სამინისტროში ესმის რომ მუშაობენ ადამიანები, ვინც ზრუნავენ ამ სფეროს განვითარებაზე, მაგრამ მე მინდა მათაც და ყველა მიცოდეს, რომ გარემოსდაცვითი პირობების უგულოყოფის ხარჯზე ვერცერთი მშენებლობა დიდი საშუალო მცირე მასშტაბი საქართველოში ვეღარ განხორციელდება. თუ იქნება დაცული გარემოსდაცვითი პირობები, რა თქმა უნდა, ნებისმიერი მშენებლობა განხორციელებადია. აი მე ბოლო მაგალითს მოგიყვანთ, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე უნდა გაიაროს კარწახი მარაბდის რკინიგზის ხაზმა და უნდა განვითარდეს ეს კვანძი მნიშვნელოვანი, ეს არის ჩვენთვის სტრატეგიული დანიშნულების ობიექტი. საჭირო გახდა ამ ორიცხო გარკვეული ტერიტორიების ჩვენ ვიმუშავებთ დონორებთან, ძალიან კარგად ვიმუშავებთ სამთავრობო სტრუქტურებთან და
დაცულ ტერიტორიას გადმოეცა ბევრად უფრო მეტი, ვიდრე იყო ამორიცხული. ბუნების ძეგლი თავისი ასთან გამომდინარე მცირე მასშტაბის ობიექტია და მისი არა, მე მაგალითი მომვა. არ გამოდის სამწუხაროდ ის იგივეა, რაც გეთანხმები, მაგრამ ხესის აშენება ღვთის ხეობაში. მე მესმის, მაგრამ არსებობს ჯავახეთზე თუ ისაუბრებთ. გადაუდებელი აუცილებლად. არა, მე მაგალითი მოვიყვანე იმისა, რომ თვითონ გარემოსდაცვის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი, რა თქმა უნდა, მშენებლობისა. მე რატო ვამბობ ლაშა ამას? რატო ვამბობ ლაშა ამას? იმიტომ რომ ზოგიერთს უნდა ისე შეფუთოს ეს ყველაფერი. თითქოს ყოველგვარი ნებისმიერი სახის პროგრესის წინააღმდეგები ვარ ჩვენ. ეს ასე არ არის, რა თქმა უნდა. ქვეყანა ვითარდება, ეკონომიკა ვითარდება, რა თქმა უნდა, რადგანაც ვითარდება ქვეყანა და ეკონომიკა და განვითარდება უფრო დიდი ნაბიჯებით, მე ამაში დარწმუნებული ვარ, მას ჭირდება ახალი გენერაციის წყაროები, ელექტროენერგიის ახალი წყაროები. მესმის დროს და მოვიძიოთ ჩვენ. ოღონდ არა, ეხლა ჩვენი არა ბუნების ძეგლების ხარჯზე. რა თქმა უნდა, ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ხთეზე ჩვენ მივიღეთ მე მგონი ერთ-ერთი სწორი გადაწყვეტილება. ჩვენ მუნიციპალიტეტს გადაუგზავნეთ ძალიან მკაცრი შეფასება ამ მშენებლობისა, დაუდგინეთ პირობები, რომლის შესრულების შემთხვევაში შეიძლება განხილული იყოს იქ მშენებლობის დაწყება. ეხლა დავილოდებით თუ მოხდება